ქართული ოცნების მორიგი რეგიონების მასშტაბით რიგით მე-11 არცია დღეს 4 საათზე ზუგდიდში გაიმართება. კოალიციის დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მანიფესტაციამ 7 გარემოში ჩაივლის. ზუგდიდის მთავარ მოედანზე, სადაც 2 კვირის წინ ნაციონალური ყრილობა გაიმართა, ამ წუთებში ქართული ოცნების ამზადისია. თემას პირდაპირ ეთერში გურამ როგავა განაგრძობს. გურამ, მოგესალმებით. Გვერახლა ჩემს ზურგს უკან ხედავს სცენას, სადაც დაახლოებით 16 საათისთვის უკვე დაიწყებენ სიტყვით გამოსვლებს ქართული ოცნების ლიდერები. აქ უკვე თითქმის მზად არის სცენის კონსტრუქცია, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკოსები მუშაობენ იმისთვის, რომ დაიხვეწოს ხმის სისტემა, რათა აქ მოსულმა ადამიანებმა მოისმინონ ის განცხადებები, რასაც პოლიტიკოსები სცენიდან გააკეთებენ. მუშაობს ტექნიკური ჯგუფი დილის 9 საათიდან და ისინი აცხადებენ, რომ 15 საათისთვის ყველა ტექნიკური პრობლემა იქნება მოგვარებული და ყველანაირად გამართულად დღევანდელი აქცია ჩაივლის. ასევე სამზადის რა შეეხება, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარი ამ სამზადის ხელმძღვანელი პირისა და კიდევ ასევე გთავაზობთ კომენტარს იმ მოსახლეობისა, რომლებმაც გადაწყვიტეს დღეს მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, რომ შეუერთდნენ ქართული ოცნების ზუგდიდის აქციას. მონტაჟი ძირითადად დამთავრებულია ყველაფერი. ეხლა ველოდებით გახმოვანების და განათების ხალხს 3 საათისთვის ყველაფერი მზად იქნება. ველოდებით მთელ სამეგრელოს რეგიონს ბატონ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე. ამით მთავრდება ტურნე. ჩვენ ვესაუბრეთ ორგანიზატორებს და ისინი აღნიშნავენ, რომ ხელის შეშლას ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ქონია. პირიქით აქ დილით გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და მათ შესთავაზეს ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელს დახმარება, თუ მათ ჭირდებოდათ მსგავსი რამ. ასევე მე აღვნიშნავ, რომ დღევანდელ აქციაზე ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლები არ ელოდებიან რაიმე სახის პროვოკაციას, როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, დღევანდელი აქცია მშვიდობიანად ჩაივლის, თუმცა გუშინ მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ირაკლი ალასანიას ბიძაშვილის სახლს ქვები დაუშინეს, როგორც თავად თვითმხილველები აცხადებენ. ამ პროცესში მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდები, რომლებიც გუშინ გვიან ღამით გადაადგილდებოდნენ ქალაქში სხვადასხვა ქუჩებში დროშებითა და 5 ნომრიანი პლაკატებით. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ინციდენტისა ის იმედს იტოვებს, რომ დღეს აქცია ასე ვთქვათ არ გამწვავდება და ხელისუფლება არ მიიღებს პროვოკაციაში მონაწილეობას. მთელი ზუგდიდი, მთელი სამეგრელო ელოდება სწორედ მრავალ ათასიან აქციას, რომელიც იქნება სოლიდარობის, მხარდაჭერის აქცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ეს იქნება დიდი აქცია, ეს იქნება მხარდამჭერი აქცია ქართული საზოგადოების და ახალაიები, მერაბიშვილები, სააკაშვილები ვერაფერს ვერ დააკლებენ ქართულ საზოგადოებას, ვინც აქ შეიკრიბება. დღეს დილიდან ზუგდიდის ქუჩებში მოძრაობენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები ავტომანქანებით, რომლებიც დროშებითა და პლაკატებით გადაადგილდებიან ზუგდიდის უბნებში და საზოგადოებას მოუწოდებენ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისკენ. ასევე დღეს დილით აქციის გამართვამდე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში შეიკრიბნენ ზუგდიდის ქართული ოცნების ოფისის ხელმძღვანელი ოჯახთან ერთად და ასევე ამ ოფისის სხვა წევრები, რომლებიც დაესწნენ წირვას. აქვე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია, რომელიც საკურთხეველში მიიპატიჟა მეუფე გერასიმემ და მათი აუდიენცია დაახლოებით 9 საათს გრძელდებოდა. ჩვენთვის უცნობია თუ რაზე ისაუბრეს როლანდ ახალაიამ და მეუფე გერასიმემ ტაძარში საკურთხეველში, რადგან როლანდ ახალაიამ კომენტარი არ გააკეთა მედიისთვის და ტაძარი უკომენტაროდ დატოვა. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ამინდი როგორც ხედავთ არის მოგრუბლულია და პროგნოზირებენ წვიმას, თუმცა მიუხედავად ამისა შეკრებილი მოქალაქეები, აქტივისტები ქართული ოცნებისა აცხადებენ, რომ ისინი დღეს უამრავ ადამიანს ელოდებიან არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
ეს იყო გურამ პროგრამა ზუგდიდიდან, მაშასე ზუგდიდში აქციაზე დასასრებად მთლიანად სამეგრელოს რეგიონი ამზადება, ფოთში უკვე მობილიზებულია 3000 ადამიანი. 250 სამარშრუტო ტაქსისგან შემდგარი კოლონა ფოთისკენ რამდენიმე წუთში დაიძრობა, ისინი დილიდან იკრიბებიან ქალაქის დასასვლელში. რა ვითარებაა ფოთში, ამას ახლა ლაშა ზარგინავასთან შევიტყოთ. ლაშა მოგესალმებით რიზმეთ. სოფო ფოთიდან წამსვლელებმა შეკრება უკვე საათიდან დაიწყეს ეკაბესელია საარჩევნო შტაბებთან ყველა შტაბი ანუ ასეთი შტაბი ქალაქში 8 არის მათთან მობილიზებულია სატრანსპორტო საშუალებები სადაც უკვე ხდებიან ფოთელების უმრავლესობა რომლებიც დღეს ზუგდიდში აქციაზე ჩავლენ ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში თავად გავესაუბროთ ეკაბესელიას და მან თვითონ გითხრას საორგანიზაციო საკითხებისა და პრობლემების შესახებ რომელიც ახლავს ფოთიდან გამგზავრებას ზუგდიდის მიმართულებით ხალბატონო ეკა რა პრობლემებს გადააწყდით ამ პროცესში და როგორია ზოგადად ფოთელების განწყობა ვინც დღეს ზუგდიდში უნდა გაემგზავროს მივეცავნები ყველას განწყობა არის მთელი სამეგრელო ემზადება დღეს ბიძინა ივანიშვილის შესახვედრად ფოთიდან ძალიან ბევრი ადამიანია მსურველი რომელიც წასვლის ორგანიზებას ჩვენი ცენტრალური შტაბი აკეთებს დაახლოებით 3000 ადამიანი აპირებს სულ მინიმუმ ფოთიდან ზუგდიდში ჩასვლას დილიდან პრობლემები დაიწყო დევნილთა დასახლებებში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დადიან ოჯახებში და ეუბნებიან რომ გაბედავს და წასვლა ამ აქციაზე მათ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით დაკანონების პროცესი როგორც იცით დაწყებულია პრობლემები შექმნებათ ამის მიუხედავად ახლა ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობს რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ უზრუნველყოთ ყველა იმ ადამიანის მშვიდობიანი წავა ზუგდიდში ვისაც უნდა რომ სამეგრელოს ამ დიდი შექმნის თანამონაწილე გახდეს ასეთი ტიპის პრობლემები დილიდან არის ხელშემშელი ფაქტორები თუმცა განწყობა არის ისეთი ფოთში და მთლიანად სამეგრელოში რომ ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის დღეს ზუგდიდში ეკრება იქნება გვირგვინი მთელი ამ საარჩევნო პროცესის და ამ პოლიტიკური კამპანიის რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ დაიწყო თქვენ ნახავთ ზუგდიდში რა მოხდება დღეს ეს იქნება დიდი თავყრილობა რომლითაც საქართველოს მთლიანად აჩვენებს რომ მზად არის 1 ოქტომბერს ხალხმა აიღოს ხელში ძალაუფლება და გამარჯვოს საქართველოს და სამეგრელო ძალიან ღირსეულ როლს ასრულებს პროცესში დიდი მადლობა როგორც გითხარით ახლობით 1 საათში ქალაქის გასასვლელთან შეიკრიბება ფოთიდან წამსვლელთა დიდი უმრავლესობა და პირველი საათისთვის უკვე ორგანიზებული კოლონა დატოვებს ფოთს და აიღებს გეს ზუგდიდის მიმართულებით ჩვენს შემდეგ გამოშვებაში უკვე ამ ინფორმაციას შემოგთავაზებ სოფო ლაშა ზარგინავა საუბრობდა ფოთიდან პირდაპირ ეთერში